მოვარგოთ X კოდი დაშიფრული X ფაილების გასახსნელად. X კოდი მიშა მიმინუშულთან ერთად. საღამოშიდობისა კიდევ ერთხელ ქალბატონებო და ბატონები, X კოდი დაბრუნდა რადიომედის პირდაპირ ეთერში და ჩვენი განხილვის თემა, ჩვენი დღევანდელი სასაუბრო თემა გახლავთ ის, რომ ვერსია იმ შესახებ, რომ გაგარენი არ იყო პირველი ადამიანი, რომელმაც გაარღვია კოსმოსი და გავიდა ორბიტაში, არამედ ეს იყვნენ გერმანელები, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. ვერმახტის პერიოდის გერმანელი პილოტები და სწორედ აი ამ ვერსიის შესახებ ალბათობა ან რეალობაზე არის დღევანდელი გადაცემაში ჩვენ მსჯელობა. როგორც გითხარით, ამაზე ჩვენ ერთ-ერთ გადაცემაში ქონდა გაპრით საუბარი, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ერთგვარი სამზადისი იქნება იმ თემებისა, რომლის შესახებ რომელზედაც შეაჩერებს ძალიან მალე გადაცემა X კოდი, არა მხოლოდ ფინალ დისკოებზე მაქვს საუბარი, არამედ სხვა თემებზე, რომელსაც მე მოგვიანებით გაგესწრებთ. აქ მინდა გითხრათ, რომ ძალიან ჩვენ უკვე თითქმის ყველა მასალას, ეთერში გასულ მასალას ვდებთ Facebook-ზე, მისამაზე X კოდო რადიომედის ახალი გვერდი გაიხსნა და ამიტომ ჩვენი ყოფილი მეგობრები X კოდისა და ის ადამიანები, ვისაც სურს გადაცემა მოისმინოს ჩანაწერის სახით და ნახოს დასურათებული ვერსია ეთერში გასული გადაცემებისა, შეუძლია დაუმეგობრდეს ამ გადაცემას ინტერნეტით და მოისმინოს ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, მოდით განვაგრძოთ ახლა საუბარი იმაზე, მე გითხარით კიდეც, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ რაღაც ისეთ მისტერიურობით და ოკულტიზმით მოცულ რაღაცნაირად თემებზე, იმის შესახებ თითქოს აი ტიბეტში ექსპედიციის შემდეგ ნასტური გერმანიის წარმომადგენლება იპოვეს ფრინავი თევზები, გავბეს მათთან კონტაქტი და ასე შემდეგ, ეგეთ რაღაცაზე ჩვენ საუბარი არ აგვაქვს. უბრალოდ ჩვენ საუბრობთ იმ თემაზე, თუ რამდენად რეალურია ის ფაქტი, რომ შეიძლებოდა თუ არა, რომ შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ დაუშვათ გერმანელი იმ პერიოდის გერმანელი პილოტი გასულიყო ორბიტაზე და შეიძლება ჩაითვალოს თუ არა ეს იმად, რომ ეს იყო პირველი კოსმონავტი და არა იური გაგარინი. სიტყვაზე ვიძახი და ყოველ შემთხვევაში ეს არის ჩვენი განხილვის თემა. კიდევ ერთხელ ამბობ, რომ ჩვენი გადაცემა არანაირად თავს არანაირ აზრს არ ახლავს, არ ნიშნავს იმას, საუბრის თემა არ ნიშნავს იმას, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ გადაცემაზე მუშაობენ, ამ ვერსიას, კონკრეტულ ვერსიას ეხმობიან, არამედ ჩვენ უბრალოდ ალტერნატიულ ვერსიას ისტორიისა, რომელიც არსებობს და რომელსაც ბევრი მხარდამჭერი წყავს, ხოთა შორის ძალიან სერიოზული მკვლევარები მას ვაგებთ. და ჩვენ შევჩერდით დივერსიულ ოპერაციაზე, რომელიც მიზნად ისახავდა სათავჯენზე გარკვეული სისტემის დამაგრებას, რომლის დახმარებით შემდგომ საიდუმლო ლაბორატორიიდან არა, უბრალოდ საიდუმლო კოსმოდრომიდანაც არა, უბრალოდ აეროდრომიდან გაშვებული რაკეტა მიაღწევდა შემდეგ ამას და მოხდებოდა აი ამ სათავჯენების განადგურება და ამით დასტური იმისა, რომ გერმანიას ჯერ კიდევ ძალუს რევანშის აღება. ყოველ შემთხვევაში ეს ცნობილი ოპერაცია არის შემონახული ისტორიოგრაფიაში და რა თქმა უნდა ეს არ არის მოგონილი ფაქტი. თუმცა მოდით განვაგრძელოთ საუბარი, ისე ჩვენ დივერსანტებს ჩვენს არა ყოველ შემთხვევაში ადამიანებს დავუგნოთ, რომლებიც ელოდებიან სიგნალს ოპერაციის დასაწყებად, მაგრამ მოულოდნელი გარემოება მათ საწინააღმდეგოდ მუშაობს და ამის მიზეზი გახდა ნახევრად შეშლილი კონტუზია მიღებული ყოფილი სამხედრო მეზღვაური ტომ ლორენსი, რომელმაც შეასრულა თავისი მოქალაქებრივი ვალი, როგორც ამერიკელმა და როდესაც მას მიიღო მონაწილეობა ჯერ პირველ მსოფლიო ომში და გარკვეულწილად მეორე მსოფლიო ომში და კონტუზიის გამო ისევ დემობილიზაცია განიცადა დემობილიზირებული იქნა ეს მოკლედ ძალიან მან ნახა ეს ყველაფერი და თქვა, რომ მე შევნიშნეო რაღაცა, თითქოს ის მივიდა ფედერალური ბიუროს თანამშრომელთან და თქვა, რომ მე დამიკავშირდაო ჩემი ყოფილი თანამშრომელი და მითხრა რაღაც ძალიან ბევრი ფული შემოთავაზა კოლპაკზეა საუბარი, მე გითხარით, რომ დივერსანტიდან ერთ-ერთი იყო ამერიკული წარმომავლობის გერმანელი, ძალიან დიდი ფული შემოთავაზაო, რეალური ფულიო, მაჩვენაო და მითხრა, რომ რაღაცა დამხმარებოდი მასო ტექნიკური მოწყობილობის გამართვაში.
რა თქმა უნდა ესეთი ნახევრად შეშლილი და ნახევრად კონტუზია მიღებული ყოფილი მეომრის პატივისცემს რა თქმა უნდა მოусმინეს, მაგრამ ეს ყველაფერი მიიღეს ბოდვად, სერიოზულად არ აგიქვეს და დასინეს კიდეც როგორც ამბობენ, მაგრამ ის უკან არ აპირებდა დახევას ეს ვორონი და მოკლედ დღე და ღამე შედიოდა ამ კაბინეტში და შეაწუხა ეს ხალხი და ბოლო ამ ხალხმა რაღაცნაირად პატივისცემს მის ასეთ სამხედრო წარსულს და კარგიო კი ბატონო ჩვენ ამას გავაკეთებთ, მაგრამ ხო ვიციო იმ შემთხვევაში თუ შენ უთხოვიო ბუნებრივია საჯელი შენს არ აქცევდა, ეს ადამიანი ვორონი უკან არიხევდა როგორც გითხარით და საბოლოო ჯამში მათ შეძლეს აი კოპაკის დააკავება, რომელმაც შემდგომ რაღაცნაირად არ ვიცი ზეწოლის შედეგად თუ რის შედეგად არ ვიცი, მაგრამ ყველაფერი თქვა აღიარა რომ დივერსანტია, მაშინ ბოდიში ამ ტერმინზე ჩაუშვა მისივე მეწყვილე გერმანელი გემპელი, სპეცსამსახურები გაუგდნენ, რა თქმა უნდა, მაშინვე გამოცხადდა ნიუ-იორკში განგაში, თუმცა ეს განგაში არა ის ოფიციალურად, არამედ ამბობენ რომ ყველა საჭირო ერთეულები იყვნენ მზადყოფნაში, თუმცა ეს ყველაფერი პანიკისა და ზედმეტი სენსაციის გარეშე ხდებოდა. ამბობენ რომ ეს იყო მეორე მსოფლიო ომის დროს ყველაზე ესეთი დიდი განგაში ნიუ-იორკში რაც კი მომხდარა. აღარ ჩავხმარდებით ამ დეტალებს, გემპელი დააკავეს დივერსანტების ოპერაცია, რომელშიც გიმლერმა როგორც გითხარით უზარმაზარი თანხა დაბანდა ვერნერ ფონ ბრაუნის დახმარებით, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ჩაიშალა და ნახევრად შეშლილი ესეთი გადამდგარი მეზღვაური, რა თქმა უნდა, დააწინაურეს, რაღაც ფულად ჯილდოს მისცეს და რაღაც ერთგვარად გმირიც კი გახდა. სხვა შორის ამბობენ იმასაც, რომ რუზველტის უშუალო მითითებით კოლპაკი როგორც სამშობლო მოღალატე უნდა დაეხვიტათ, რაც შეეხება გემპელს, მე არ ვიცი, მე მგონი ტრუმენის ბრძანებით მას სასიკვდილო განაჩენი შეუცვალეს 30 წლიანი პატიმრობით, თუმცა ბონის მთავრობის დაჟინებული შუამდგომობით 56 წელს ის გათავისუფლდა, ეს რაც შეეხებოდა საიდუმლო ოპერაციას ელსტერ ძალიან მოკლედ და უბრალოდ იმდენად, რამდენადაც ჩვენს თემას ის მეტნაკლებად უკავშირდება. 55 წელს დაუბრუნდათ ისე ნაცისტებს არ დარჩათ უკვე აგენტები, რომლებიც შეძლებდნენ აი რაკეტის რადიო მართვას, ანუ დამაგრებას ისე რომ დავუშვათ ეს სიგნალი მიიღო მეორე რაკეტას, რომელიც ვერნერ ფონ ბრაუნის დაჟინებული მტკიცებით აუცილებლად მიაღწევდა ამერიკის ტერიტორიას, მაგრამ ეს ყველაფერი ჩაიშალა, მაგრამ ბრაუნი უკან არ ეხებდა, მან იპოვა გამოსავალი, ანუ მთავარი მოქმედი ფაქტორი კვამიდებურად რჩებოდა რაკეტა A9 ან A10, რომელიც ნიუ-იორკისკენ ამჯერ უნდა წარმართულიყო უკვე პილოტის დახმარებით, ანუ იმალად გადავხედა ახლა ცუდი შეურაცხყოფის არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან თანხმდური აზრი იყო იმ პერიოდისთვის, რომ ეს რაკეტა პილოტირებული ყოფილიყო, ანუ არა დავუშვათ რადიო სიგნალზე დაყრდნობით, რომელიც გარკვეულ ტექნიკური ხარვეზების გარდა სხვა დივერსანტების მუშაობის არა კვალიფიკაცია და არასწორი, ანუ ბევრი ალბათობა იყო მის რომ დივერსანტებს არ ქონოდათ ამის რეალიზების საშუალება, ამიტომაც ბრაუნმა გადაწყვიტა პრობლემა მოიხსნა იმით, რომ ეს რაკეტა ყოფილიყო მართული. ანუ ხო ხვდებით ნორმალურ უახლოებით იმას, რომ არის ფაქტი იმისა, რომ ეს რეაქტიული რაკეტები, ანუ რაკეტები, რომლებიც კოსმოსში კი არ იყვნენ მიმართული, რომელსაც კონკრეტული საბრძოლო დავალება უნდა შეესრულებინა. გერმანიაში მართლაც არსებობდა ასეთი ბაზა, რომლის შესახებ ჩვენ ალბათ გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბროთ და ამბობენ რომ ანუ მის თამინდა რომ 44 წელს შესაძლებელია რომ ასეთი რაკეტა მართლაც გაშვებული ყოფილიყო ამერიკის მიმართულებით იმ მიზნით რომ დაუშვათ შეესრულებინათ თუნდაც ის დავალება რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, მაგრამ ბალისტიკური ტრაექტორიის გათვლებში მოხდა ალბათ რაღაც გარკვეული შესწორება და ნიუ-იორკის ნაცვლად ჩვენი ეს პანდის გამოშვებული ეს ჩვენი როგორ ანუ ეს პილოტები, რომლებიც ამ რაკეტას მართავდნენ, აღმოჩნდნენ შორეულ ორბიტაზე ხო დაახლოებით და 45 წლიანი პაუზის შემდეგ ისინი ჩამოვარდნენ, მე გითხარით კიდეს გადაცემა მიდავეწყოთ 91 წელს ამერიკელმა სამხედრო მეზღვაურებმა აღმოაჩინეს რაღაც ესეთი ფაუატის ტიპის კაფსულა, რომელიც გავდა ძალიან პილოტირებულ აპარატს და მეგეს გერმანული წარმომავლობის იყო და ბუნებრივია გაჩნდა უამრავი ეჭვი, უამრავი საბუთი და სწორედ აი ამ ეჭვის გამო გადის ამ თემით ეს ჩვენი გადაცემა, რომელიც ცოტა ხანში შევდავთ ეთერს მოკლე საინფორმაციო გამოშვებას, შემდეგ კი გადაცემის დარჩენილ ნაწილში კიდევ ბევრი საინტერესო რამგელით მერწმუნეთ. მოვარგოთ X კოდი დაშიფრული X ფაილების გასახსნელად. X კოდი
მიშა მიმინუშვილთან ერთად. საღამოშიდობისა კიდევ ერთხელ ქალბატონებო და ბატონებო, როგორც ყოველთვის გადაცემის მიწურულს ჩვენი ტემპი ოდნავ იწევა, რამეთო ბევრი გვაქვს მოსათხრობი დრო კი ცოტა გრჩება. სასობრო თემა შეგესწრებით ჩვენ სასობრო თემა არის ის, რომ გაგანი, როგორც ამბობენ, არის პირველი კოსმონავტი, არ მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრი საბჭოთა კოსმონავტი შეეწირა გაფრენას, არამედ ის, რომ დავუშვათ კოსმოსში ორბიტაზე გასვლა მოხდა, ამბობენ, ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის მიწურულს და ეს განახორციელეს გერმანელმა რაოდენად არ უნდა ჟღერდეს უცნაურად ასტრონავტებო, თუმცა მე გადაცემის წინა ნაწილში გითხარით, რომ ეს იყვნენ არა ასტრონავტები, არამედ ადამიანები, პილოტები, რომლებსაც უნდა ემართათ ის გარკვეული რაკეტები და ამით განახორციელებინათ ოტოსკორცენისა და სხვა მესეურების ვერმახტისა მეთაურების ძირითადი ამოცანა, ანუ დაემტკიცებინათ მოკავშირეებისთვის, რომ გერმანია ჯერ კიდევ შესწევს ზალა რევანშის. მოგითხარით, რომ თავისებური ინტერპრეტაცია, ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია არსებობს ამისა, მეტად დაუჯერებელი ისტორიაც კი არსებობს, ეგრეთ წოდებული ყოფილი ასტრონავტი შტრაიხერი გამოჩნდა, რამდენიმე ესეთი მონოგრაფიებიც კი გამოუშვა მან, ეს იყო რამდენიმე სხვა შორის რამდენიმე წელი ის შტაზის ყავდა ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოკეტილი და მას შემდეგ როდესაც ეს ბერლინის კედელი დაინგრა, მან გამოაქვეყნა წიგნი, სადაც წერს, რომ არსებობდა საიდუმლო ბაზა, რომ ის ესელი იყო თვითონ და მოგეხსენება ესეში როგორ კასტინგი გადიოდა მომიტევეთ ამ ტერმინისთვის როგორ კასტინგს გადიოდნენ ოფიცრები იმისთვის რომ გარკვეული დავალება შეესრულებინათ და ნუ სულ ჰოროსკოპებსაც აქცევდნენ ყურადღებასო და აი ამ ადამიანის შტრაიხერის მონოგრაფიებში და ამთხივრებში ვკითხულობთ რომ ძალიან რამდენიმე დაახლოებით 48 გაფრენა განხორციელდაო, მათ შორის მე ვიყავიო და სულ შემთხვევითო მოხდა ისე, რომ ჩვენ ამერიკის ნასვოთო აღმოჩნდა ღია კოსმოსშიო და შემდეგ იაპონიის სანაპიროსთან დავეშვითო და რაღაცა ძალიან ესეთი რთული დასაჯერებელია, მაგრამ ეს უფრო ლოგიკას ექვემდებარება ვიდრე ის, რომ დაუშვათ ტიბეტში აღმოაჩინეს უცხოპლანეტური კოსმოსური რაღაცა ხომალდი, გააბეს კავშირი უცხოპლანეტური და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ თუ რა თქმა უნდა დრო დაგჭა იმის შესახებ თუ რამდენად ფლობდა ტექნიკურად მაშინ ფლობდნენ გერმანელები ტექნიკურად იმის საშუალებას რომ მსგავსი რამ გაკეთებულიყო. მოკლედ გეტყვით, თუმცა ბევრი რამ შეიძლება და ბევრი რამ გვეთქვა, რომ გადავხედოთ თეორიულად ამის შანსი ნამდვილად არსებობდა. შეგვიძლია დავასახელოთ რამდენიმე რაკეტა, რომელსაც თავისი მონაცემებით შეეძლო დაუშვათ ეს კონტინენტის დაძლევა, ეს ამხელა მანძილის დაძლევა, ვარსეფალი, შმეტლინგი, აინსინი, რეინდჰოტერი, შეიძლება ზუსტად ვერ ვამბობ, ეს არის ნახევრად გასაიდუმლოებული და ნახევრად ცნობილი ტექნიკა, ბალისტიკური რაკეტები, პირველი ბალისტიკური რაკეტები, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირეს, სხვათა შორის FAO-მ, განსაკუთრებით 1754 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ბრიტანეთში, 4000-ზე მეტი ბელგიაში და ეს ყველაფერი რაღაც კვირებზეა საუბარი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ამაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ რაკეტა ერთია, მაგრამ ეს სრულები დანიშნავს იმას, რომ გერმანია ფლობდა იმის საშუალებას, რომელსაც შეეძლო ორბიტაზე გაეყვანა ეს კოსმოსური აპარატი, მაგრამ ასეთი საშუალება თუ მიყვებით რაღაცა აი ამ გარკვეულ ისტორიულ ცოტა ტექნიკურ სფეროში შევიჭერით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საინტერესოა ალბათ. და ასე საშუალება შეიძლება მიიჩნიოს სარაკეტო ბომბდამშენი აპარატი, რომლის კონსტრუირება ეკუთვნის ევგენი ზენგერს 1952 წელს მან არსებული დოკუმენტაციის თანახმად შექმნა ასტონიანი ეგრეთ წოდებული რაკეტოპლანი, პლანის მაკეტი უпростоრად, რომლის სიგრძე იყო 28 მეტრი, ხოლო სიგანე 4. ლაინერი თავსდებოდა სპეციალურ სარაკეტო ლიანდაგზე და ამ რელსების ყალობით იკრებდა ფრენისთვის საჭირო სიჩქარეს 6370 დიახ, მოგესმათ 6070 მეტრს წამში და სიმაღლეში აღწევდა 90 კილომეტრს. ასე რომ აპარატს თავისუფლად შეეძლო 25 წუთში ამერიკის ნაპირამდე მიღწევა, თანაც ამავე დროს ჩამოეგდო დაახლოებით 38 მეტრის სიმაღლიდან 4 ტონიანი პლანირებული, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ავიაბომბი, პლანირებული ავიაბომბი გამარტივებულად ვამბობ. ამ საჭიროების შემთხვევაში რაკეტოპლანი 260 მეტრს სიმაღლეზე აფრინდებოდა, ხოლო ფრენის ხანგრძლივება იქნებოდა 23500 კილომეტრი. ეს დოკუმენტები ისეთია
ხვდებით, ანუ ყველაფერი შთამბეჭდავია. ნამდვილად ოფიციალურად რა თქმა უნდა ზინგერის რაკეტა არასოდეს არ გამოვცდიათ, თუმცა მაკეტი არსებობდა, მაგრამ ეს ოფიციალურად და რა თქმა უნდა არაოფიციალურად ამბობენ, რომ ჩვენთვის საინტერესოა ის, რომ რაკეტოპლანის 4 ტონიანი დატვირთვა, რომ ეს ყველაფერი თეორიულად შესაძლებელია. და თუ ჩვენ ვაღიარებთ ასეთი აპარატის არსებობას, რომელიც ზინგერის რაკეტოპლანთან კომბინაციაში მუშაობდა, მაშინ სავსებით შესაძლოა დაუშვათ, რომ რაკეტოპლანიდან განცალკევების შემდეგ, რომელიც 6370 კმ/სთ-ში, როგორც გითხარით, სიჩქარით იმოძრავებდა, ამ აპარატს შეეძლო აიკრიფა კიდევ დამატებით 8 კმ/სთ-ში და თავისუფლად გასულიყო თუნდაც ორბიტაზე და შეიძლება ესეთი შემთხვევით, რა თქმა უნდა, ყოველ შემთხვევაში, თუმცა არიან მკვლევარები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი შეგნებულად ხდებოდა და ვერმახტი რაღაც სპეციალურად, მაგრამ მე რომ მკითხო ახლა ომის მიწროს რა დროს ორბიტაზე გასვლა, როდესაც აგერ ქვეყანა გენგრევა პრინციპში მთელი ძალისხმევა უნდა მიმართო იმისთვის, რომ ომში თუნდაც რაღაცა გარკვეული ღირსეული მარცხი მაინც განიცადა, ხო? რაც შეეხება ვერაქმნის კოსმონავტებს, მე როგორც გითხარით, ეს იყვნენ არა კოსმონავტები, არამედ პილოტირებული ბომბი, კამიკაძე მფრინავები და ის რომ ასეთი ადამიანები არსებობდნენ, ეს ნამდვილად ფაქტია. ის რომ დაუშვათ, მე გითხარით, რომ ამას გერმანელი დივერსანტების მამა ოტო სკორცენიმ დაიწყო და მან შექმნა ეს გეგმა და პენიუდის პოლიგონზე მას არაერთხელ შეხვდებოდი და ბევრი სურათია სხვათა შორის გადაღებული და კიდევ ერთი ადამიანი უნდა ვახსენო, ჩვენ ამ ქალბატონზე ქონდა ერთ გადაცემაში საუბარი, ეს მფრინავი ვალკირია, ქალი ჰანა რეიჩი, ვერმახტის ლეგენდარული ვალკირია, ლეგენდარული ადამიანია ნამდვილად, ანა რეიჩი, რომელიც პირველი იყო იმ ადამიანთაგან, რომელიც დათანხმდა ოტო სკორცენის ამ იდეას და უბრალოდ პარალელურად ფანატიურად იყო შეყვარებული ჰიტლერზე, სიგიჟემდე უყვარდა ის, რა თქმა უნდა, ფიზიკურ კონტაქტზე არ რაღაცა განსაკუთრებული, როგორც სულიერი ლიდერი და რაღაცა სხვანაირი. მისთვის იყო კერპი, ბელადი და ეს თან არაჩვეულებრივი ადამიანი ყოფილა, ყველასათვის განსაოცრად ის იყო სამაგალითო პილოტი, რამდენჯერმე აი ამ სწორედ ის იყო ის ადამიანი, რომელიც აი ამ კაფსულების ეს ხო კაფსულის გასროლით ხორციელდებოდა ყოველივე ეს, აი ამ ფაუს მართვადი რაკეტის მოდელებს სწორედ ეს ქალბატონი იყო ერთადერთი, რომელიც აი ამ გამოცდას გადაურჩა, დანარჩენები ან იღუპებოდნენ თავისი არაპროფესიონალიზმის გამო, როგორც თვითონ ეს ქალბატონი წერს და სხვათა შორის ის მან სიბერესაც მიაღწია და დაახლოებით თუ არ ვცდები 79 წელს წლამდე ცხოვრობდა დასავლეთ გერმანიაში და გარდაიცვალა გულის შეტევისგან და რა თქმა უნდა ბევრი რამ კიდე შეგვიძლია მოგითხროთ, მაგრამ ანა რეიჩმა ნამდვილად განახორციელა რამდენიმე ათეული გაფრენა და როცა საგამოცდო პროგრამა დასრულდა, მან უკვე დაიწყო ინსტრუქტორების მომზადება და არის დოკუმენტაცია შემონახული იმის შესახებ, რომ მსგავსი ექსპერიმენტები და მსგავსი ფრენები ხორციელდებოდა და ყოველ შემთხვევაში უკვე თითქოს იყო შექმნილი ჯგუფი უკვე ფონი მეტყველებს ჩვენთვის განკუთვნილი გადაცემის დრო სრულდება, მადლობდიმა რომ იმახვედრე და ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ ასეთი შესაძლებლობა ტექნიკურიც და ადამიანური რესურსები ქონდა ვერმახტს და ამიტომ ის რომ დაუშვათ 91 წელს იპოვეს რაღაც ძველი ასეთი ფაუს ტიპის რაკეტის მსგავსი პილოტირებული ხომალდი, რომელსაც გაყინული თუნდაც ესეთი კოსმონავტები იპოვეს, ან კოსმონავტები ადამიანები, რომლებიც ორბიტას გაწდნენ, ეს არ არის ლოგიკას მოკლებული, რამე თუ ზოგადად კოსმოსში ფრენა სხვათა შორის ამის გამო მოიპოვეს ასტრონავტების წოდება შეპარდმა და გრისომ, რომლებიც ხომალდ მერკურს მართავდნენ და ორბიტაზე გავერდნენ და ამიტომაც გახდნენ, ორბიტაზე გასვლა უკვე ფაქტობრივად შეიძლება ჩავთვალოთ, რომ კოსმონავტები არიან, ორბიტაზე გავიდნენ, ამიტომაც სავსებით აი ეს კუთხე, აი ამ კუთხით თუ მიუდგებით თემას, რომ გაგარენი არ იყო პირველი ადამიანი, რომელიც კოსმოსში გაფრენდა, ეს შეიძლება თეორიულად იყოს აზრს არ მოკლებული. კიდევ ერთხელ გეტყვით, ის თემები, რომელიც ამ გადაცემაში ჟღერს, რა თქმა უნდა, ანიშნავს იმას, რომ ჩვენ თავს გახვევთ რაღაცას, ხშირად მიწევს ამის გამეორება, რომ არ იყოს რაღაცნაირად აზრი შექმნილი ჩვენს გადაცემაზე, რომ ჩვენ ვცდილობთ აი რაღაც ასეთი სპეკულაციას
აი ესეთი საინტერესო თემებით თქვენი ინტერესით, არა ჩვენ უკვე თქვენთან ერთად გვაინტერესებს თუნდაც ის ალტერნატიული ვერსიები, რომელსაც არანაკლებ სერიოზული მკვლევარები გვთავაზობენ, არანაკლებ სერიოზული იმ მკვლევარებისა მსგავსად, რომლებიც ოფიციალურ წყაროებში გვაწვდიან ოფიციალურ ვერსიას ისტორიის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისათვის. ახლა კვლავ დავუთმოთ მუსიკას და დღეს ჩვენ გვეხმარება მუსიკალური ფონის შესაქმნელად არაჩვეულებრივი ჯგუფი Muse. კიდევ ერთხელ შემოვისმენთ მის ერთ-ერთ საუკეთესო კომპოზიციას, მსოფლიო ხილად ქცეულს და შემდგომ უკვე დავეგუებით თქვენთან ერთად მომავალ პარასკევს და მომავალ თემას, რომელსაც X-Code შემოგთავაზ. დიდი მადლობა, ნახვამდის. ამოუცნობი, ამოუხსნელი, დამალული, შენიღბული. X-Code რადიო იმედის ეთერში.